ვიკინგები თავიანთი ზღვის ღმერთისთვის მონას წირავდნენ, როდესაც გემს უშვებდნენ. დღეს ტრადიციაა, რომ გემის კორპუსზე შამპანურის ბოთლს ამტვრევენ. სუდ ნიშნად ითვლება, თუ ბოთლი არ გათხვდება. შესაძლოა კოსტა კონკორდია თავიდანვე განწირული იყო. Costa Concordia ეკუთვნის და იმართება ცნობილი იტალიური საკრუიზო ხაზის Costa Cruises-ის მიერ, რომელიც კარნავალ კორპორაციის ნაწილია და აკონტროლებს მსოფლიოს 50,000 საკრუიზო გემს. ის წყალზე ჩაუშვეს 2005 წელს 600 მილიონი დოლარის ღირებულებით და ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო გემი. ის არის 952 ფუტის სიგრძის, 116 ფუტის სიგანის და 26 ფუტის სიღრმის, რაც ნიშნავს, რომ როდესაც გემი წყალშია, 26 ფუტი წყლის ხაზის ქვემოთაა. გემი იწონის 60,000 ტონას. ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება 24 ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის წყლის მოცულობის გადაადგილება, რათა წყალში იდგეს. ქვედა გემბანები, რომლებიც წყლის ხაზის ქვემოთაა, შეიცავს გემის მექანიკურ ფუნქციებს, მათ შორის ძრავის ოთახს და დიზელ-ელექტროსადგურს. წყლის ხაზის ზემოთ მდებარეობს 1500 ლუქსის კაიუტა, 6 რესტორანი, 13 ბარი, 2 სართულიანი სპა და ფიტნეს ცენტრი, 3 სართულიანი თეატრი, 4 საცურაო აუზი, კაზინო, დისკოთეკა და უამრავი გასართობი 3000-ზე მეტი სტუმრისთვის. გემი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, სანაოსნო ხიდურაზე, ელექტრონული რუკებით, რომლებიც ეკრანზე აჩვენებს GPS პოზიციას და სიღრმის მზომებით, რომლებიც აჩვენებს რამდენი წყალია გემის კორპუსის ქვეშ. მარშრუტები პროგრამირდება სისტემაში და ნებისმიერი გადახვევა მარშრუტიდან იწვევს განგაშს. როდესაც საკრუიზო გემი კუნძულთან ახლოს გადის, ეს განგაშები ირთვება და მათ ხელით უნდა დაადასტურონ და გამორთონ ხიდზე მყოფმა პერსონალმა. გემის კუნძულთან ახლოს გავლა, რაც ფრენის მიმსგავსებულია, ჩვეულებრივი პრაქტიკაა საკრუიზო გემების სამყაროში. 2011 წლის 14 აგვისტოს კომპანიის მენეჯმენტის თხოვნით Costa Concordia სთოვეს გაევლო ჯილიოს კუნძულთან ახლოს, როგორც სალამი კუნძულზე დღესასწაულის აღსანიშნავად. კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო ასრულებს თხოვნას და კონკორდია დღის განმავლობაში უპრობლემოდ გადის კუნძულთან ახლოს. იმისთვის, რომ გემმა განახორციელოს ახლო გავლა, რომელიც გადაუხვევს წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს, ეკიპაჟმა უნდა დაგეგმოს და შეათანხმოს გზა. ისინი იწყებენ რუკის შემოწმებით, რათა გაიგონ ადგილობრივი წყლების სიღრმე და განსაზღვრო მანძილი, სხვასაფრთხო მანძილი მეჩეჩისგან. შემდეგ მათ უნდა გაითვალისწინონ ამინდის პირობები. ქარი მიიყვანს მათ კუნძულთან ახლოს თუ დააშორებს მას, როცა ისინი გვერდით ჩაივლიან. შემდეგ მათ უნდა დაგეგმონ გემის საჭის მართვა. თუ პატარა იახთით მეჩეთთან ახლოს მიცურო, მიმართულების შეცვლა საკმაოდ სწრაფად შეგიძლია. Deed Games, როგორიცაა Costa Concordia, კურსის შეცვლას დრო სჭირდება მისი ზომისა და ინერციის გამო. ეს ნიშნავს, რომ გემის მდებარეობასა და მიმართულებას წინასწარ უნდა განჯვრიდო და კურსის კორექტირება ბევრად ადრე უნდა გააკეთო, ვიდრე გემის სრულად გამოეხმაურება. 2012 წლის 13 იანვარს საღამოს 19:00 საათზე. Costa Concordia იტალიის ჩივიტა-ვეკიადან 7 დღიან კრუიზზე გაემგზავრა. პირველი დაგეგმილი გაჩერება იტალიურ რივიერაზე, სავონაშია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით 250 მილით მდებარეობს. გემზე იმყოფება 1000-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი და 3000-ზე მეტი მგზავრი, სულ 4229 ადამიანი. დაახლოებით 600 მგზავრი გემს ჩივიტა-ვეკიაში უერთდება. 24 საათის განმავლობაში ყველა მგზავრმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ევაკუაციის წვრთნაში. ამ სავალდებულო წვრთნაში მგზავრები გაიგებენ, როგორი ხმა აქვს ევაკუაციის განგაშს, სად არის სამაშველო ნავები, სად არის მათი შეკრების პუნქტი და რა უნდა გააკეთონ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. მაგრამ ეხლა ხომალდი იწყებს მოძრაობას და მგზავრები ეჩვევიან ზღვის ცხოვრებას. 51 წლის კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო მასპინძლობს 25 წლის დომინიკა კამორდენს, მოცეკვავეს მოლდოვადან, რომელიც კაპიტნის უფასო სტუმარია. კაპიტანი დაქორწინებულია და ჰყავს ქალიშვილი, მაგრამ შესაძლოა დიდი ხომალდის კაპიტანს ჰქონდეს გარკვეული უპირატესობები, რომლებიც სამუშაო აღწერილობაში არ წერია. სკეტინო თავის ეკიპაჟს ატყობინებს, რომ აპირებს გილიოს კუნძულთან საპატივცემულო გემის გადარებას. ეკიპაჟი ამცირებს ხომალდის სიჩქარეს, სანამ კაპიტანი ვახშმობს. პირველი ოფიცერი სირო ამბროზიო ხომალდს გილიოს კუნძულისკენ მიმართავს. ის თიშავს ხომალდის განგაშის სისტემას, რომელიც აფრთხილებს კურსიდან გადახვევის შესახებ. სკეტინო და მისი სტუმარი ერთად ვახშმობენ. შემდეგ კი სკეტინო მას 21 საათზე სანავიგაციო ხიდზე მიხავს. გემის მეტრდოტელი ანტონელო ტიავოლი, რომელიც გილიოს კუნძულიდანაა, უკვე იქ იმყოფება. სკატინოს მენტორი, პენსიაზე გასული კოსტას კაპიტანი მარიო პალომბო ამ კუნძულზე ცხოვრობს. სკატინოს აქვს მრავალი მიზეზი, რომ გილიოს კუნძულს სალამი მიაგოს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც უნდა გააოცოს, მისი მენტორი და მისი მეტრდოტელი. ეკიპაჟი ახლა ხომალდის სიჩქარეს 16 კვანძამდე ზრდის, რათა აინაზღაუროს ის დრო, როცა კაპიტანი ვახშმობდა.
მაშინ როცა მეტრდოტელი ტელეფონით პენსიაზე გასულ კოსტას კაპიტანს ესაუბრება, სკეტინო პირველ ოფიცერ ამბროზიოს სთხოვს, რადარი შეამოწმოს მისთვის. კაპიტანს თავისი სათვალე კაიუტაში დარჩა. მეტრდოტელი სკეტინოს ტელეფონს აწვდის, რათა ორივე კაპიტანი ერთმანეთს ესაუბროს. სკეტინო პენსიაზე გასულ კაპიტანს ეკითხება რჩევას, რამდენად ახლოს შეუძლია გიგლიოსთან ვისვლა. ის ამბობს, რომ სურს 0.4 საზღვაო მილამდე მიუახლოვდეს, ანუ დაახლოებით 2500 ფუტი სანაპიროდან. პენსიაზე გასული კაპიტანი ეუბნება, რომ იქ კარგი სიღრმეა, მაგრამ არ არის საჭირო ასე ახლოს მისვლა, რადგან ზამთარში კუნძულზე ძალიან ცოტა ხალხია. სინამდვილეში ის თავის ზანთრის სახლშია მატერიკზე. კაპიტანი შეტინო ამ მანერს ადრეაც აკეთებდა და შესაძლოა პენსიაზე გასულ კაპიტანს უბრალოდ ხათრს უგებს, როცა მის რჩევას ეკითხება. რაც მაგვირვებს ისაა, რომ კაპიტანი შეტინო სიღრმეებზე სხვა კაპიტანს ეკითხება, მაშინ როცა უნდა ამოწმდეს სანავიგაციო რუკებს, სადაც კუნძულის გარშემო სიღრმეებია ნაჩვენები. ეხლა მისი ყურადღება გაყოფილია რადარის ეკრანს, რომლის წაკითხვაც არ შეუძლია, და სატელეფონო ზარს შორის, სადაც მას ურჩევენ ძალიან ახლოს არ მიუახლოვდეს და თითქმის იგრძნობა მისი ქედმაღლური თავდაჯერება. ეხლა მე ვარ კაპიტანი. ეს ადრე გამიკეთებია. ვიცი რას ვაკეთებ. კუნძულს ხედავ. და სანამ ტელეფონზეა, გემი კუნძულს უახლოვდება ისეთი სიჩქარით, რომელიც დროის დასაზოგადაა გათვლილი და არა კუნძულის გარშემო მანევრირებისთვის. კაპიტანი შეტინო ეხლა ხედვით მართავს გემს და არა ინსტრუმენტებით. ის აძლევს მითითებას საჭის მმართველს დაიწყოს მარჯვენა მხარეს მოხვევა, რაც გემს მარჯვენა შეარჯვნივ შეაბრუნებს, რათა გიგლიოს ნავსადგურთან სწორ ხაზზე დადგეს. მაგრამ ეხლა ის აცნობიერებს, რომ გემი კუნძულთან უფრო ახლოსაა ვიდრე ეგონა და ხედავს კლდოვან გამონაშვებს წყლის ხაზის ქვემოთ, გემის მარცხენა მხარეს. ინსტინქტურად ის ხვირის, რომ გემის სწრაფად მარჯვენა მხარეს მოაბრუნონ, რაც ნიშნავს, რომ საჭის მმართველი საჭეს ბოლომდე მარჯვნივ ატრიალებს. გემის ცხვირი მარჯვენა მხარეს ტრიალდება და კლდეებს აცდენს. თუ მანქანას მართავდა საჭეს ატრიალებ, უკანა ბორბლები წინა ბორბლების კვალს მიხვებიან, მაგრამ გემი სხვანაირია. როცა გემის საჭეს ატრიალებ, გემი ტრიალდება გემის კორპუსის შუაგულის გარშემო, რომელიც ბერკეტის საყრდენივით მოქმედებს. ამიტომ, როცა კოსტა კონკორდიას ცხვირი მარჯვენა მხარეს ტრიალდება, გემის კუდი მარცხენა მხარეს გადადის. შეტინო ხდება თავის შეცდომას და გააჰკვირის შემდეგ ბრძანებას. მთელი ძალით მარცხნივ, რომ გაანეიტრალოს წინა ბრძანება. წამით, გემის ცხვირი და შუა ნაწილი კლდეებს გვერდსაულიან. მგზავრების უმეტესობა ვახშამზია, როცა მოულოდნელად ძლიერი ხმაური ისმის, რასაც მოხვება გრძელი ჭრიალი, ღმუილი და ლითონის ჭყლეთის ხმა, თითქოს თუნუქის ქილა. გემი ირხევა და კანკალებს. პარის თაროებიდან ჭიქები ვარდება, თეფშების სრიალებს, ვისრიალებს ვახშმის მაგიდებიდან და იატაკზე იმსხვრევა. გემი ეჯახება კლდოვან გამოშვერილობას, ტოსკანის კუნძულ ჯილიოს მახლობლად. რიფი ცნობილია როგორც ლასკოლი და გემის რუკებზე ჩანს, რომ იგი ნავსადგურიდან დაახლოებით 2600 ფუტში მდებარეობს. კოსტა კონკორდია რიფს ეხება წყლის ხაზიდან 26 ფუტით ქვემოთ, გემის მარცხენა ბორცზე, კიჩოსკენ. გემის კორპუსიდან ამოჭრილია ლითონის ორი გრძელი ფირფიტა, სიგრძით 160 ფუტის სიგრძის. გემის კორპუსში ჩარჩენილია პატარა მანქანის ზომის ლოდი. ზღვის წყალი იწყებს ძრავის ოთახში ჩავლას, რითაც გენერატორები და ძრავები წყალში იძირება. ციმციმებს და ქრება განათება, რის შედეგადაც მგზავრები სიბნელეში რჩებიან. პანიკა იწყებს გავრცელებას მთელ გემზე, მაგრამ საგანგებო განათება თითქმის მაშინვე ინთება. მთავარი ინჟინერი ხიდზე ატყობინებს, რომ ძრავის ოთახში წყრავის ოთახში წყალი ჩაედინება და გემი ჩაიძირება. ზღვის წყალი სწრაფად ადის ძრავის საკონტროლო ოთახის მთავარი ელექტრული ფარის დონემდე. გემის ქვედა გემბანები დაყოფილია დიდ სექციებად. თუ ამ სექციებიდან 4 დაიტბორა, გემი შეიძლება ჩაიძიროს. კაპიტანი შეტინო ხიდზე ხედავს, რომ რამდენიმე ინსტრუმენტი არ მუშაობს. 21:45 წუთზე საღამოს განგაში ჩაირთო. 2 გრძელი და 1 მოკლე სიგნალი, რაც ეკიპაჟს პრობლემის შესახებ ათყობინებს. 21:50 წუთზე გემი იწყებს გადახრას. ის იხლება მარცხენა ბორცზე, იმ მხარეს, სადაც წყალი ძრავის ოთახებში შედის. გემზე მყოფი ეკიპაჟი მგზავრებს ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და მხოლოდ ელექტრული გაუმართავობაა. ეხლა ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სთხოვენ დარჩენილი საღამო მშვიდად გაატარო. 21 საათი 47 წუთზე. გემის კლდეს დაჯახებიდან 15 წუთის შემდეგ, მას შემდეგ რაც გემი კლდეს დაეჯახა, სკატინო რეკავს კოსტა კრუზის ოპერაციების ცენტრში. ის ეუბნება აღმასრულებელ რობერტო ფერარინის, რომ ერთი განყოფილება დატბორილია. ის განყოფილება, სადაც ელექტრული ძრავებია. და ასეთ სიტუაციაში გემის ამოტივტივების უნარი არ არის საფრთხეში. შკეტინომ ვერ გაიგო შეჯახების სიმძიმე. 5 განყოფილება იტბორება და მან არ მოусმინა თავის მთავარ ინჟინერს. სანაპირო დაცვა იწყებს ზარების მიღებას გემზე მყოფი მგზავრებისგან. ისინი რადარზე პოულობენ კონკორდიას ჯილიოს მახლობლად, პირველი ზარიდან 6 წუთში, 22:12-ზე.
ისინი რადიოთი უკავშირდებიან გემს და ეკითხებიან, რა მდგომარეობაა. გემის ნავიგაციის ოფიცერი 26 წლის სიმონე კანესა პასუხობს, რომ მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვა. მას კაპიტნისგან კაცლი მითითება აქვს, რომ შეამციროს სიტუაციის სერიოზულობა და დაჟინებით განაცხადოს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ იცის, გემი წყალს ირებს. სანაპირო დაცვა ეკითხება, სჭირდებათ თუ არა დახმარება და ოფიცერი პასუხობს, რომ ამ მომენტში დახმარება არ სჭირდებათ. ძრავები გათიშულია, კომპიუტერის ეკრანები შავდება, გემი დრეიფშია და სიჩქარეს კარგავს. ინერციით გემი მიემართება ჩრდილოეთისკენ, კუნძულის სანაპიროს გასწვრივ, გადის ნავსადგურს და შემდეგ კლდოვან ნახევარკუნძულს, სახელად Point Gabianara. შედინოს ბოლო მოქმედება საჭის მარჯვნივ, ბოლომდე გადაბრუნება. გემის ინერცია მას წინ წაიყვანს, საბოლოოდ ქარს გადაკვეთს და 180 გრადუსიან შემოbrunებას ასრულებს. ეხლა ქარი გემს ისევ კუნძულისკენ უბიძგებს. წყალი, რომელიც ქვედა გემბანებზე ივსება, ქართან ერთად გემის წონის განაწილებას ცვლის, რის შედეგადაც გემი გადახრას მარცხნიდან მარჯვნივ იწყებს. შეტინო აგდებს გემის ხუზებს, მაგრამ ისინი ზღვის ფსკერზე არ ეჭიდება. სანაპირო დაცვა კიდევ ერთხელ უკავშირდება კონკორდიას ხიდს. ამჯერად ნავიგატორი ატყობინებს მათ, რომ გემში წყალი შედის და გადახრა. 22 საათი და 26 წუთზე შეტინო ესაუბრება რობერტო ფერარინის კოსტას ოპერაციების ცენტრში და ეუბნება, რომ ორი განყოფილება დადბორილია და გემს ნაპირზე მიჰყავს. რეალურად კი მას კონტროლი არ აქვს. ქარი და გემის დარჩენილი ინერცია მას კლდეებისკენ მიაქანებს. 22 საათი და 28 წუთზე სანაპირო დაცვა საგანგებო შეტყობინებას აგზავნის ყველა ნავსთვის ამ რაიონში, რომ გაემართონ ჯილიოს კუნძულზე. 22 საათი და 44 წუთზე კოსტა კონკორდია ჩერდება პუნტა დელ გავიონარასთან, დაახლოებით 65 ფუტ წყალში. კონკორდიას მგზავრები, დაბნეულები და გაურკვევლები არიან. კაპიტანი შეტინო შოკში ტოვებს ხიდს და გემს გადმოხედავს. 3200 მგზავრს არ იცის რა გააკეთოს. 1000-ზე მეტი ეკიპაჟის წევრიც ასევე დაბნეულია. მეორე კაპიტანი რობერტო ბოციო ოფიციალური ბრძანებების გაცემამდე ადრე იწყებს ევაკუაციას. უმცროსი ოფიცრებისა და ეკიპაჟის ეს გადაწყვეტილება ამბოხებად ითვლება, რადგან ისინი კაპიტნის მითითებების გარეშე მოქმედებენ. ზოგიერთი ეკიპაჟის წევრი სამაშველო ნავებს წყალში უშვებს, სხვები კი მგზავრებს ურჩევენ, თავიანთ კაიუტებში დაბრუნდნენ. ხელმძღვანელობა არ არის ნათელი. 22 საათი 58 წუთზე გაისმა 7 მოკლე და 1 გრძელი სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ სამაშველო ნავები უნდა ჩაუშვან და გემი უნდა დაიცავოს. თითქმის 2000 ადამიანი უკვე 1 საათია მეოთხე გემბანზე დგას, ელოდება, იცის რა მოხდება, მაგრამ არ იცის როგორ მოიქცეს. ის 600 ადამიანი, ვინც გემს სულ რამდენიმე საათის წინ შეუერთდა, არც ერთ ევაკუაციის წვრთნაში არ მიუღია მონაწილეობა. წვრთნა დაგეგმილია მომდევნო დღისთვის. იმიტომ რომ კონკორდია მარჯვენა ბორცზე გადაიხარა, მარცხენა მხრიდან მაშველო ნავებს ჩამოშვება შეუძლებელია. ზოგიერთი მგზავრი ცივ ზამთრის წყალში ხტება, რომ ნაპირზე გადაცუროს. როდესაც ეკიპაჟი მაშველო ნავების კარიბჭეებს ხსნის, ქაოსი იწყება. ვიღაც ყვირის, ქალები და ბავშვები, პლები და ბავშვები პირველები, რაც პანიკას კიდევ უფრო ამძაფრებს. პირველი მაშველო ნავები ჯილიოს ნავსადგურში 23 საათის შემდეგ მალევე ჩადიან. მარიო პელეგრინი, ჯილიოს ვიცემერი, ნავსადგურში მიდის და მაშველო ნავით გემზე ადის, თუმცა აღმოაჩენს, რომ იქ არავინ არის პასუხისმგებელი. მგზავრები თოქის კიბეებზე ჩადიან გემის გვერდით, ხოლო ნავები მათ ასაყვანად გვერდით უდგებიან. საათსა და 15 წუთში თითქმის 3,500 ადამიანი აღწევს ჯილიოს ნავსადგურის უსაფრთხოებას. 23 საათსა და 45 წუთზე სამაშველო ვერთმფრენი ჩამოდის. 12 საათისა და 15 წუთისათვის შუაღამის შემდეგ გემის მარჯვენა ბორცზე თითქმის ყველა უკვე ევაკუირებულია, მათ შორის კაპიტანი შეტინო და მისი ზოგიერთი ოფიცერი, მაგრამ ყველა ჯერ კიდევ არ არის გემიდან გადასული. ზოგიერთი, ვინც მაშველო ნავებში ჩაჯდა, იძულებულია გემზე დაბრუნდეს. როდესაც გემი კლდეებზე ჩერდება, ის ნელა იხრება, სანამ საბოლოოდ თითქმის 70 გრადუსზე არ გაჩერდება, რის გამოც ზოგი მაშველი ნავი გამოუსადეგარი ხდება. 12 საათი და 42 წუთი ღამით გრეგორიო დეფალკო, რომელიც სანაპირო დაცვის სამაშველო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, მობილურ ტელეფონზე უკავშირდება კაპიტან სკატინოს. კაპიტანი სკატინო ხსნის, რომ სამაშველო ნავში ჩავარდა და ახლა ჯილიოს ნავსადგურის გარეთ კლდეზე ზის. დეფალკო, იტალიის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, მოთმინებას კარგავს და სკატინოს უყვირის. დაბრუნდი გემზე, იდიოტო. სკატინო ეუბნება, რომ გადარჩენას თავის კლიდიდან დააკოორდინირებს. ღამის პირველ საათზე გემზე თითქმის 1000 ადამიანი რჩება. სამაშველო ნავები და ვერთფრენები აგრძელებენ ევაკუაციას, იღებენ ხავს როგორც წყლიდან, ასევე გემიდან. 0:46-ზე ევაკუაცია დასრულებულად აღირიცხა. სახანძრო სამაშველო ჯგუფები იწყებენ გადარჩენილების ძებნას. 32 ადამიანი გარდაცვლილია ან დაკარგული. სკატინო გემზე ევაკუაციის დასახმარებლად აღარ დაბრუნებულა.
გადარჩენილებს სანტო სტეფანოს პორტში გადახავთ, სადაც კოორდინაციისა და დახმარების ცენტრი იქმნება. ხელისუფლება კრძალავს ყველა კერძო ნავს და გემის გარშემო. ერთი საზღვაო მილის ნაოსნობის აკრძალვის ზონას აწესებს. 14-დან 30 იანვრამდე იტალიის საზღვაო ფლოტის, სანაპირო დაცვისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის მღვინთავები გემზე დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. იტალიის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელი მარკო ბრუსკო ადასტურებს, რომ 29 ადამიანი, 4 ეკიპაჟის წევრი და 25 მგზავრი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან. სრული სიბნელე და გემში მოძრავი ავეჯი მაშველებისთვის საშიშ გარემოს ქმნის. მღვინთავები წყვილებად მუშაობენ. მათ დანიშნულ უბნებში ზიგზაგისებურ საძიებო მარშრუტს იყენებენ. თითოეული ჩაყვინთვის ხანგრძლივობა 40 წუთით არის დაგეგმილი. მათ მარშრუტს სპეციალური თოკებით ნიშნავენ, რათა დაბალ ხილვადობაში ორიენტაცია არ დაკარგონ და გემის შიგნით საგანგებო ჰაერის ბალონებს ათავსებენ. მათ წინ მხოლოდ 2 ფუტამდე შეუძლიათ დანახვა. მაშველები პოულობენ გადარჩენილებს, მათ შორის სამხრეთ კორეელ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომლებმაც მთელი შემთხვევა ძილში გაატარეს და გემის ადმინისტრატორს, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი. 16 იანვარს სამაშველო სამუშაოები წყდება, როდესაც ცუდი ამინდის გამო გემი დაახლოებით 1.5 სანტიმეტრით გადაადგილდება. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ გემი შეიძლება უფრო ღრმა წყლებში ჩაცურდეს ან საწვავი გაიჟონოს. ოპერაციები 3 საათის შემდეგ განახდა. მაშველები აფეთქებებს იყენებენ, რათა გემის კორპუსში შესასვლელი ხვრელები შექმნან. გემი პერიოდულად განაგრძობს გადაადგილებას 24 იანვრამდე, როდესაც იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მას სტაბილურად აცხადებს. 2012 წლის იანვრის ბოლოსთვის ნაბოლნი ცხედრების საერთო რაოდენობა 17-ია. 21 იანვარს წყლის ხაზის ქვემოთ ძიება შეწყდა. თებერვალში გადარჩენილების მოხსენებები მაშველებს აძლევს ინფორმაციას ზოგიერთი მძავრის ბოლო ცნობილი მდებარეობის შესახებ. ამაზე დაყრდნობით მღვინთავები ნანგრევებში კიდევ 8 ცხედარს პოულობენ. ჰოლანდიური სამაშველო კომპანია Smith International და იტალიური კომპანია Neari იწყებენ ხომალდის 2380 ტონა მძიმე საწვავის ამოღებას. პირველ რიგში ისინი კონცენტრირდებიან 15 აუზზე, სადაც ხომალდის საწვავის დაახლოებით 84%-ია, რომლის დაცლასაც თითქმის 1 თვე სჭირდება. ისინი იყენებენ პროცესს, რომელსაც hot tapping-ი ეწოდება. იმის გამო, რომ აუზები წყალქვეშაა, სამუშაოს დასასრულებლად მოჰყავთ კომერციული მღვინთავები. ჯერ მღვინთავები საწვავის აუზის ქვედა ნაწილში სარკველს ამონტაჟებენ, შემდეგ კი ზემოთაც ამაგრებენ სარკველს. სქელი ნავთობი თფება, რათა ოდნავ ნაკლებად ბლანტი გახდეს. აუზის ქვედა ნაწილში ზღვის წყალს ტუმბავენ, რათა ზემოთ არსებული სარქველიდან ამოტუმბული ნავთობი ჩაანაცვლონ. იმის გამო, რომ ნავთობი წყალს ზემოთ ტივტივებს, ნავთობის ამოღებისას ზღვის წყალი აუზის ქვედა ნაწილიდან ავსებს ნავთობის ადგილს და უზრუნველყოფს, რომ აუზი ნეგატიური ამტივტივებლობით დარჩეს და ხომალდმა სტაბილურობა არ დაკარგოს. ეს პროცესი მეორდება მანამ, სანამ ყველა 15 აუზი არ დაიცლება 24 მარტს. შემდეგ მღვინთავები კორპუსში ხვრელს ჭრიან, რათა დადბორილ სამანქანო განყოფილებაში შევიდნენ. ისინი სამანქანო განყოფილებიდან თითქმის 350 კუბურ მეტრ დიზელის საწვავსა და სხვა საფოხ მასალებს აშორებენ. გემის გარეთ სამძებრო სამაშველო რობოტული ტექნიკა გამოიყენება, რათა ნამსხვრევებსა და ზღვის ფსკერს შორის კიდევ 5 ცხედარი აღმოაჩინონ. მას შემდეგ, რაც საწვავსა და ზეთებს ამოიღებენ, იწყება ნავსაშტის მოცილების პროცესი. არსებობს 2 ვარიანტი. შეუძლიათ ნამსხვრევები ადგილზე დაშალონ ან ამოაცურონ და შემდეგ მშრალ დოგში დაშალონ, რასაც საბოლოოდ გადაწყვეტენ კიდეც. მზადდება გეგმა, რომლის მიხედვითაც გემის კორპუსში არსებული ნაპრალები უნდა დაილუქოს. ხომალდი დიდი გასაბერი ბუების დახმარებით ამოაცურონ და შემდეგ გადაათრიონ. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რაც კი ოდესმე უცდიათ. ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი 7-დან 10 თვემდე გასტანს და ამინდისა და ზღვის პირობების მიხედვით დაიწყება 2012 წლის მაისში. ხარჯი კი $300 მილიონ შეადგენს. სამაშველო სამუშაოების კონტრაქტი გადაეცა ერთობლივ საწარმოს, რომელიც შედგება ფლორიდაში დაფუძნებული სამაშველო კომპანია Titanისა და იტალიური ფირმა Michael Perry-სგან. ნიკ სლოუნი, სამხრეთ აფრიკელი სამაშველო სპეციალისტი, დანიშნულია ოპერაციის ხელმძღვანელად. 2012 წლის ივნისში, 6 თვის შემდეგ, რაც გემი ნაპირზე დაჯდა, ბარჟა მიიყვანეს გემის მარჯვენა ბორტთან. გემის რადარი წყლის სასრიალო და საკვამური მოიხსნა გემის დასასტაბილურებლად და იმისთვის, რომ არ ჩასრიალდეს უფრო ქვემოთ დახრილ ზღვის ფსკერზე. გემის საკვამური ბოლოს მოიხსნა დეკემბერში და 2013 წლის იანვრის შუა რიცხვებში სამაშველო კომპანიებმა დაიწყეს წყალქვეშა საყრდენი კონსტრუქციის აშენება. პირველ რიგში ისინი ქმნიან ხელოვნურ ზღვის ფსკერს, ქვიშისა და ცემენტისგან ნანგრევის დაქანებულ მხარეს. შემდეგ აშენებენ მეტალის პლატფორმას, რომელზეც გემი უნდა დაიდგას. 2013 წლის 15 იანვარს გემის კიჩოზე აღმოაჩინეს 2 დაკარგული ადამიანის ცხედარი, მაგრამ მათი ამოყვანა გემის მიუწვდომელი ადგილიდან ვერ მოხერხდა. იანვრიდან სექტემბრამდე წყალქვეშა პლატფორმის მშენებლობა გრძელდება. კოსტა კონკორდიას წყალხაზის ქვემოთ უზარმაზარი ხვრელი აქვს, ამიტომ მისი ამოტივტივების ინჟინერია მართლაც ბრწყინვალეა.
16 სექტემბერს სამაშველო ჯგუფი იწყებს პროცესს, რომელსაც power buckling-ი ეწოდება. კაბელები პლატფორმიდან გემის მარცხენა ბორდზეა მიმაგრებული. კაბელები იჭიმება ჰიდრავლიკური დამჭიმების, ეგრეთ წოდებული strand jack-ების გამოყენებით. გემი ნელა იწევს ვერტიკალური მდგომარეობისკენ. გემის მობრუნებისას სპონსონები ზღვის წყლით ივსება. სპონსონებში წყლის წონა ეხმარება გემის საბოლოოდ გადაბრუნებას ვერტიკალურ მდგომარეობაში, სადაც ის მეორე დილით წყალქვეშა კონსტრუქციაზე დგება. 26 სექტემბერს გემის ცენტრში გვამი აღმოაჩინეს. დამატებითი შემოწმებები ტარდება და სპონსონები გემის მარჯვენა ბორტზე მარკვდება. 2014-ის 1 თებერვალს, როდესაც გემის მარჯვენა ბორტზე სპონსონებს აჩარხავდნენ, მეტალის ფურცელი ესპანელ მღვინთავს დაეცა. მას ფეხი მოიმწყვდია და ჭრილობა მიაყენა. სხვა მღვინთავებმა შეძლეს მისი გათავისუფლება და ზედაპირზე ამოყვანა, სადაც ის სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. 14 ივლისს სამაშველო ოპერატორებმა დაიწყეს კოსტა კონკორდიას ამოყვანა წყალქვეშა პლატფორმიდან. 30 ბაგი თითოეულს შეუძლია დაახლოებით 2.5 ოლიმპიური აუზის ტევადობის წყლის გადაადგილება, რაც ჯამში 75 ოლიმპიურ აუზს უდრის. ეს ნიშნავს, რომ ისინი თითქმის 3-ჯერ მეტ ამოტივტივების ძალას უზრუნველყოფენ 60,000 ტონიან გემს, რომელსაც ნეიტრალური ამოტივტივებისთვის 24 ოლიმპიური აუზის ტევადობის წყლის გადაადგილება სჭირდება. 23 ივლისს ისინი იწყებენ 4-დღიან მოგზაურობას გენუის პორტისკენ. მღვინთავები პორტში ნავსადგურში მდგომ ნანგრევებში ადამიანის სხეულის ნაწილებს პოულობენ. 2014 წლის 3 ნოემბერს, თითქმის 2 წლის შემდეგ, რაც კოსტა კონკორდია ნაპირზე გაიჭედა, გემის ნანგრევებში ბოლო ცხედარი აღმოაჩინეს. 2015 წლის განმავლობაში გემი დაშალეს, რისთვისაც 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ხოლო ლითონი ჯართად გაყიდეს. კოსტა კონკორდია ჯილიოს კუნძულის გარეთ თითქმის 2 წელი იდგა. ამ დროის განმავლობაში სუვენირების მაძიებლებმა გემი გაძარცვეს, წაიღეს სალარო აპარატები, სამკაულები, ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები და გემის ზარი. როდესაც გემი კლდოვან შვერილს შეეჯახა, შეჯახებამ გემის კორპუსიდან 2 გრძელი ფოლადის ზოლი ჩამოაცალა. ეს ზოლები მოგვიანებით ზღვის ფსკერზე მთავარი კუნძულიდან 300 ფუტის მანძილზე აღმოაჩინეს. მსხვერპლთა კომპენსაციის, გემის ამოყვანისა და დაშლის ხარჯების ჩათვლით, კატასტროფის საერთო ღირებულება თითქმის 2 მილიარდი დოლარია, რაც 3-ჯერ აღემატება მის 600 მილიონ დოლარიან სამშენებლო ღირებულებას. ინციდენტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 მგზავრი, 5 ეკიპაჟის წევრი და 1 სამაშველო მღვინთავი. კაპიტან ფრანჩესკო შეტინო ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. მის დასაცავად მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გემი დაწყევლილი იყო, რადგან შამპანურის ბოთლი არ გატყდა. ამჟამად ის იხდის 16 წლის სასჯელს ციხეში და საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის არ იზიარებს საწოლს 25 წლის მოცეკვავესთან მოლდოვიდან. დღესდღეობით საკრუიზო ლაინერებმა გემის გასვამდე სავალდებულო ევაკუაციის წურთნა უნდა ჩაატარონ.